გამარჯობა მეგობრებო. დღეს მინდა გიამბოთ ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ეს არ არის უბრალოდ კიდევ ერთი ამბავი. ახალ ამბებში ეს არის ნამდვილი გმირობის, ადამიანური სიმამაცისა და სასწაულის ისტორია, რომელზეც ახლა ყველა საუბრობს. წარმოიდგინეთ ზაფხულის ცხელი დღე ოკეანის სანაპირო, სადაც ათასობით ადამიანი ისვენებს. ყველაფერი მშვიდად არის, სანამ სტიქი არ ამოვარდება. ერთ წამში ბუნების დაუნდობელი ძალა ანადგურებს ყველაფერს და ცოცხალ ადამიანს სიკვდილთან პირისპირ ტოვებს. დღეს მოგითხრობთ 16 წლის ბიჭზე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფაშად მძვინვარე ოკეანის ტალღებიდან 10 წლის ბავშვი გამოიხსნა. ეს ისტორია უკვე იქცა ლეგენდად და ის თავად ამერიკის პრეზიდენტმაც კი შეამჩნია. მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ ზუსტად როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ყველაფერი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა-კრუიზის ულამაზეს პლაჟზე მოხდა. 10 წლის ნათანიელ რაი, რომელიც ოჯახთან ერთად ტეხასიდან იყო ჩამოსული, სტუმრად ოკეანეში ნაპირთან ახლოს სურავდა. თუმცა სიტუაცია წამებში შეიცვალა. უზარმაზარმა მრისხანე ტალღებმა და ძლიერმა წყალქვეშადინებამ ბიჭი შორს ღია ზღვისკენ გაიტაცა. პანიკა, კივილი და უსასრულობის განცდა ნათანიელის მშობლები უმწევები იყვნენ და სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში სცენაზე ჩნდება 16 წლის მაშველი რაიდერ უილიამსი. რაიდერი არ დაფიქრებულა ერთ წამსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ სტიქია საშინლად მძვინვარებდა და იქ შესვლა თავის გაწირვის ტოლფასი იყო. მან ოკეანეში გადახტომა გადაწყვიტა. ვიდეო, რომელიც იმ მომენტში გადაიღეს და უსწრაფესად გავრცელდა მთელ ინტერნეტში. ჩანს, როგორ ებრძვის 16 წლის ბიჭი უზარმაზარ ტალღებს, როგორ ეძებს ბავშვს და როგორ იკვებიან ორივე წყალქვეშ ძლიერი დატყვების გამო. ეს იყო ნამდვილი ორთაბრძოლა ბუნებასთან. რაიდერმა ამოწურა მთელი ძალები, მაგრამ არ დანებდა. მან შეძლო პატარა ნათანიელის ხელში ჩაჭიდება და კოლეგების დახმარებით ისინი ნაპირზე ბუნებლად გამოიყვანეს. ბავშვი გადარჩა. როგორც ხდება ხოლმე თანამედროვე სამყაროში, ეს ამბავი და მძრავსიუჟეტიანი ვიდეო წამებში გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მილიონობით ნახვა, ათასობით კომენტარი და მსოფლიო სამყარო მედია საშუალებების რეპორტაჟები, BBC, CNN და სხვა გიგანტები ამ ახალგაზრდა მაშველის სიმამაცეზე ალაპარაკდნენ. საოცარი ის არის, რომ ამ ამბავს ძალიან სწრაფად გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მან პირადი მიწვევა გაუგზავნა რაიდერ უილიამსსა და პატარა ნათანიელს და ისინი თეთრ სახლში ოვალურ კაბინეტში მიიღო. წარმოიდგინეთ, რა ემოცია იქნებოდა 16 წლის ბიჭისთვის, როდესაც პრეზიდენტი მას პირადად ართმევს ხელს და მის სიმამაცეს საოცავს უწოდებს. შეხვედრა ძალიან თბილ და სახალისო გარემოში წარიმართა. ტრამპმა თავისი სტილით იუმორსაც მიმართა და თქვა, ის ნამდვილი გმირია. არ ვიცი მე რომ ყოფილიყავი შევძლებდი თუ არა ამას. ალბათ ვერა. რა იღბლიანი ხარ, რომ იმ დღეს სამსახურში მე არ ვიყავიო. ჟურნალისტებთან საუბრისას კი რაიდერმა უაღრესად თავმდაბლად აღნიშნა, რომ კრიტიკულ მომენტში უბრალოდ გაახსენდა ის, რაც პროფესიული ტრენინგის დროს ისწავლა და მისი ერთადერთი ფიქრი ბიჭის გადარჩენა იყო. მისი თქმით, ის მომავალშიც აპირებს პარამედიკოსის რთულ, მაგრამ საპატიო გზას გაყვეს. მეგობრებო, ეს ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ნამდვილი გმირები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ზოგჯერ ისინი არ ატარებენ მანტიას, არიან სულ რაღაც 16 წლისები, მაგრამ აქვთ ისეთი უზარმაზარი გული და სიმამაცე, რომელსაც შეუძლია სხვა სიცოცხლე აჩუქოს. რაიდერ უილიამსმა დაამტკიცა, რომ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც საქმე ადამიანის გადარჩენას ეხება. რას ფიქრობთ ამ წამნელი ისტორიაზე? შეძლებდით თუ არა თქვენს ადგილას მსგავსი ნაბიჯის გადადგმას? არ დაგავიწყეთ ვიდეოს რა ლაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ამბები. მომავალ შეხვედრამდე. გოებით.